gon' do this. განათლება ფოტოგრაფი კი ვარ, მაგრამ ბევრი სხვა განათლება მაქვს, მანამდე მიღებული. ბევრი რა, პირველ დავამთავრე სამართალმცოდნეობა, მერე ვისწავლე ხატწერა რესტავრაციაზე და დავამთავრე ხატწერის ფაკულტეტი და დღესდღეობით მოვაწევ ფოტოგრაფიაში. ვიქნებოდი კულინარი, ძალიან მიყვარს კერძების მომზადება და მირთმევაც. მომწონს ის, რომ ვარ ძალიან მხიარული და მარტივად ვამყარებ ადამიანებთან კომუნიკაციას. სპორტის სახეობა რო გითხრა, მამაკაცების უმრავლესობას და თან ახლა ჩემ თაობასაც, შემდეგ თაობასაც, იმის უკან თაობასაც, ფეხბურთი, კალათბურთი და მე არ ვგიჟდები ამ სპორტებზე, უფრო ოლიმპიურ სპორტების ესე სანახაობრივად ყურება მომწონს, ბადროს ყორცნა, ჭოკით ხტომა, სიგრძეზე ხტომა, ცურვა და ესეთი სპორტი უფრო მომწონს ეს საყურებლად, ვიდრე ფეხბურთი და კალათბურთი. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდა და მქონდა და ფრთები და მეფრინა. ნინჭი რომელიც მინდა მქონდეს, ალბათ მინდა ძალიან რომ მღეროდე. ფოტოგრაფია ჩემი ჰობია, ჩემი პროფესია არ არის. ესე უბრალოდ ახლა გადამეზარდა მე პროფესია შეცე რომ ჩემთვის ჰობიც პროფესიაც და ჩემი სულიერი საკვებიც ჩემი ფოტოგრაფია. არასოდეს თქვა, არასოდეს არ ვიცი. ვერ ვიტყვი. არ ვიცი, ალბათ ბევრი ესე შეიძლება თქვა და გავიდე და ზუსტად ის გავაკეთო, რაც თქვა ახლა და ამიტომ ჩუბი არ თქვა. აი, როგორ გითხრა, დამეზე შეიძლება გული დამწყდეს, მაგრამ აი უკანო დავუბრუნდე და გავიარო ეს გზა, აბსოლუტურად იგივენაირად გავივლი და არაფერს არ შევცვლიდე, ასე რომ არაფერს არ ვნანა. პირველი კოცნა იყო 22 წლის ასაკში, ოღონდ რასაც ქვია, ნამდვილი კოცნა. ბევრი დადებითი, ბევრი კარგი, ბევრი მხიარულება შიგნიდან შენთან ერთად სხვა მეორეც რო იზიარებს და სიყვარული არის პირველ რიგში ძალიან უახლოესი მეგობრობა ერთმანეთთან, გახსნილობა ყოველგვარი კომპლექსები და მსგავსი ურთიერთობების გარეშე. ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ვარ. იმიტომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა ეს ბევრი ეტაპი მქონდა ცხოვრებაში ბედნიერების. ყველაზე ბედნიერი ვიყავი ალბათ რომ გავჩნდი შინაგანად, ის მიხარო და ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა ცოლი შევირთე, ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი შვილი მეყოლა, ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა მეორე შვილი მეყოლა და ეს ბევრი ბედნიერებაა ცხოვრებაში. ზოგადად ქალი არის ძალიან აუცილებელი ჩვენ სამყაროში მისი არსებობა. ზოგადად ქალი არის ჩემთვის ასოცირდება სინაზესთან, ელეგანტურობასთან, დახვეწილობასთან, რაღაც ესე პირობითად რო შევაფასო და ზოგადად ქალი, რომელიც ჩემი საყვარელი მანდილოსანია, არის ჩემი ყველაფერი, საყრდენი, მეგობარი და ცხოვრების მეგზური რა, ჯერ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ესეა. სისულელეებს ჩავდივარ. ხო, ჩემი შეიძლება არ არსებობს დღე რომ სისულელე არ ჩავიდინო, სისულელეებს ჩავდივარ. განვიცდი, ბევრ რამეს განვიცდი. აი ამ წამს განვიცდი და დღეს სანამ აქ მოვიდოდი, ჩემი პატარა შვილი მყავდა დატოვებული და თავი მიარტყა კარებს და ცოტა პეტერზე გაუმიზესდა და განვიცდი. არ მჯერა რომ დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე სიცოცხლე არის. მინდა გავიცნო მერილ სტრიპი. მჯერა რომ რაც ჩაფიქრებული მაქვს აუცილებლად გავაკეთებ. ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი არის პრინციპში ეგეთი ძალიან რთული პერიოდი არ მქონია. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, ოჯახი არის ჩემი საწყისიც, დასასრულიც, შუაშიც, ყოველთვის ყველაფერზე მაღლა და წინიკას. ჩემი პირველი სიყვარული იყო პირველ კლასში და დღეს ის ჩემი მეუღლეა. მრცხვენია. ბევრი რამის მრცხვენია, მე ჩემი წონის მრცხვენია. მაგიტო ვარ დიეტაზე. მრცხვენია. მრცხვენია ხოლმე რომ მაქებენ. და რაღაც დადებით რაღაცებს რომ მოვიდები ხოლმე მაგდოს მრცხვენია წითლები. მაგას ვერ მე ძალიან მაგ საკითხში ესე რომ ეს ჩემია და ბევრი რამე შეიძლება ჩავიცვა, შეიძლება ისეთიც, იმწოთას ვარ მოელოდები რომ ამას შეიძლება ჩავიცვა.
ბევრი კომპლექსი მაქვს, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი კომპლექსები. პირველ რიგში, რაც იმიტომ დავდექი დიეტაზე, რომ მწვანეს კომპლექსი მაქვს. Meryl Streep. სექსუალურს ვერ დავარქმევ. ჩემთვის არის ძალიან მე მომწონს ესეთი ქალები. ეხლა სექსუალურია თუ ის არის აი ძალიან დახვეწილი, ელეგანტური, მე მომწონს ესეთი ჩემი გადმოსახედიდან ესეთი ქალები, ესეთი ტიპის ქალები და გინდა სექსუალურად ჩათვალე, ყველანაირად მომწონს, ასე რომ ეგ არის. სამი ნივთი რომელიც უთან მაქვს აუცილებლად და მაქვს ფოტოაპარატი, სადაც არ უნდა ვიყო და აი სახლიდან რომ გავდივარ, ჩანთას ვიღებ და ფოტოაპარატი ყოველთვის მაქვს. საფულე, მეორე ნივთი და მესამე ნივთი ორი და მაქვს. საფულე და ფოტოაპარატი. ჩანთა თუ ცალკე ნივთად ითვლება, მაშინ ჩანთა. მაგრამ ძირითადად საფულე და ფოტოაპარატი. დილა არა, უფრო შუადღე. დილა იწყება იმ შემთხვევაში თუ მე მყავს ბავშვები დილით, მაშინ რა თქმა უნდა ვდგები და ის დილა ბედნიერია ბავშვებთან ერთად, მაგრამ ვერ წავის და ლევას ასწრებს, იმიტომ რომ ყურადღება ჭირდება და თუ თავისუფალი დილა მაქვს, მაშინ მძინავს სადღაც შუადღეს და სადღაც პირველის მერე ვიღვიძებ და პირველი რაც არის მოწესრიგება და სახლიდან გასვლა. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და სულ ყურადღება მჭირდებოდა ხან რას ჩავდიოდი, ხანას და თან ხო გიждდებოდი ბავშვობაში ხოლმე ესე ფილმებს რო უყურებდი ხოლმე, მე იმის გამეორება მიყვარდა და ახალი გამოსული იყო ეს ძნელად ახსაზდელი ბავშვი მე და ჩემი აჭრდილი მარტო სახლში და ესეთ რაღაცებს მე ვიმეორებდი ხოლმე და ხო წარმოიდგინე ხა როგორი ბავშვობა მქონდა და ერთხელაც ჩემ ნათესავებთან დასასვენებლად ვიყავით ჩასული და არ წამიყვანეს სათევზაოდ ისინი ჩემზე გაცილებით დიდი ბიჭები იყვნენ და თქი შენ გაჩვენებ სეირს და 8 წლის ვიყავი სადღაც დაახლოებით და ვიპოვე ეგრეთ წოდებული ნალიას ეძახიან სოფელში რაღაცების სათავსოდ თივა რაღაცა იქ ფრინდებოდა თურმე ქათამი და დებდა კვერცხს და ეს არავინ არ იცოდა და ვიპოვე და ეს კვერცხები იყო ყველა გაფუჭებული რა და სადღაც იქნებოდა 50-60 კვერცხი და ეს მაიკაში ჩავიყარე და ესე რომ მოდიოდნენ თევზაობიდან აი ესე მაიკა გადმოვყარე და დავაყარე თავზე ეს გაფუჭებული კვერცხები რომ იმის ნიშნად რომ არ წამიყვანეს სათევზაოდ ჩემ თავზე არა ალბათ ამბობენ მაგრამ ჩემამდე ჯერ არ მოსულა რისი მეშინია ღმერთის მეშინია სიკვდილის მეშინია და ინჩინს არის მეშინი ჩემი განმოსახედიდან ალბათ რბილი, იმიტომ რომ სულ მხიარული ვარ, სულ კარგ ხასიათზე ვარ, სულ ვარ მზად ყოფნაში გართობისთვის, არასოდეს ვამბობ უარს გართობაზე. მარტივად ვამყარებ ადამიანებთან ურთიერთობას. ჩემზე ამბობენ, რომ ეგეც ნერვს ათქველა, მაგრამ რაც ხშირად მესმის ყურში, ჩემზე ამბობენ, რომ ნიჭიერი ვარ. აი კარგ ფოტოებს ვერ ვიტან ძალით რო ორიგინალურობენ ეგეთ. არ ყავს საყვარელი ეს. ფილმები მიყვარს, ბევრი ფილმი მიყვარს. ესე გამორჩეულად არ რა გითხრა რამე ფილმი მიყვარს, თან როგორი ფილმები მიყვარს. მე მიყვარს შეიძლება ბევრი ამბობს რაღაცა ისტორიულ რაღაცა. მე მიყვარს სათავგადასავლო ფილმები. რაც ჩამოგითვალე, ძაღლზე არის ერთი ფილმი ლესია, იმ ფილმზე ვგიჟდები. მე და ჩემი აჭრილი, აი ძალიან გასართობი კომედიური სათავგადასავლო ფილმები. ესეთ ფილმები მიყვარს ძალიან. წინა ცხოვრებაში ალბათ მე ვიყავი სადღაც აფრიკის ჯუნგლებიდან, იმიტომ რომ აი სულ მან მოცნებობ წასვლას და გადაღებას. სულ აი ძალიან მომწონს ტროპიკული და ველური ბუნება ძალიან. და მინდა რომ აი მაგ ცხოვრება აღბეჭდო, დადგება ალბათ ეგ დრო, რომ ჩემს ფოტოობიექტივში ეგ ყველაფერი მოხდება. გაოცდებიან თუ გაიგებენ რომ ალბათ ფოტოგრაფიას თავი დავანებე. ყველას დიდი გაოცებას ეგ გამოიწვევს. ბევრ ამას ვაფასებ ადამიანებისგან სიყვარულს, კეთილდამოკიდებულებას არ მიყვარს დაუნახაობა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ იმის მხრიდან ჩემი მათ გამოხატული ნებისმიერი კეთილი ჟესტი დავაფასო და დაუფასო. დღეს მანქანა რომ მქონდეს, ალბათ შუა საუკუნეებში მოგზაურებდი. და ალბათ ვისაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ უფრო დავით აღმაშენებლის მეფობის დროს მოგზაურებდი და ფოტოობიექტივში აღმოჩნდა ომებს.
ჩემთვის წარმატება დაიწყო 5 წლის უკან. მოვხვდი პირველად იმ ჯგუფთან სამუშაოდ, რომელიც ჯგუფიც მუშაობდა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“. საზოგადოება მინდა დამიმახსოვროს როგორც კარგი ფოტოგრაფი.